მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ვებინარებს და დღეს ჩვენ გავიცნობით მასწავლებლის ეთიკის კოდექსს. პირველ რიგში აღნიშნოთ, რომ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი ადგენს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების, მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი. და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოეთხოვება მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ. მისი მიზანია მასწავლებლის სავალდებულო პროფესიული ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება და ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ მოცემულ ეთიკის კოდექსს ეფუძნება სკოლის შინაგანაწესი. პროფესიული კომპეტენტურობის ნაწილში აღსანიშნავია, რომ მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობდეს საქართველოს კანონმდებლობით და ეთიკის კოდექსის ნორმებით. ხელს უწყობდეს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას. თავისი პროფესიული საქმიანობისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევდეს მოსწავლეებს. იცავდეს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით. ამასთან თავისი საქმიანობისას ყოველთვის იყოს პუნქტუალური და რასაკვირველია მოწესრიგებული. მეტყველებდეს ეთიკური ნორმების შესაბამისად გამართული და მოსწავლეებისთვის გასაგები ენით. ეფექტურად იყენებდეს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნების და ამოცანების მისაღწევად. უფრთხილდებოდეს სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებდეს სკოლის რესურსებს. არ იყენებდეს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისთვის და ზრუნავდეს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე. მოსწავლეებთან ურთიერთობის ნაწილში უნდა ითავსებდეს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და მოსწავლის სურვილის შემთხვევაში ეხმარებოდეს მას პირადი პრობლემების მოგვარებაში. არ უნდა აყენებდეს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენდეს მასზე ემოციურ ზეწოლას. არ უწევდეს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ინარჩუნებდეს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენდეს მოსწავლეთა აზრს და იღებდეს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. სასწავლო პროცესის განმავლობაში ზრუნავდეს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოების და საკუთრების დაცვაზე. მაგალითს უნდა აძლევდეს და ეხმარებოდეს მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის აუცილებელი ღირებულებების და უნარჩვევების ჩამოყალიბებაში. ამასთან, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს ყოველთვის იცავდეს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. პატივს სცემდეს მოსწავლეთა აზრებს, უსმენდეს მათ და უქმნიდეს მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად. არ ეწეოდეს მოსწავლეებთან რელიგიურ, პოლიტიკურ პროპაგანდას. რელიგიურ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს გამონაკლისი გარდა იმ სკოლების მოსწავლეებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას. მასწავლებელი არ უნდა იყენებდეს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისთვის და იჩენდეს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ. განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა
და ზრუნავდეს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად. მშობელთან ურთიერთობის ნაწილში მასწავლებლის ეთიკის კოდექსი ამბობს, რომ მასწავლებელი უნდა თანამშრომლობდეს თითოეული მოსწავლის მშობელთან და საჭიროების შემთხვევაში აწყობდეს მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. მასწავლებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლის მშობლებთან და ამ დროს იყოს ყოველთვის თავაზიანი, ყოველი სასწავლო ტრიმესტრის დასაწყისში განმარტებებს აძლევდეს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ. ამასთან მშობლის მოთხოვნის ან საჭიროების შემთხვევაში დროულად და ინდივიდუალურად აწვდიდეს ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ. თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება. მასწავლებელი უნდა ატყობინებდეს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობდეს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში. მასწავლებელი დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოფდეს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა. აქვე აღნიშნოთ სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებით ურთიერთობების პროცესში რა ევალება თითოეულ მასწავლებელს. მასწავლებელი რასაკვირველია თანაბარი პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს სკოლის დირექციას, მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილების თუ პიროვნული თავისებურებებისა. ამასთან უზიარებდეს შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას კოლეგებს და თანამშრომლობდეს მათთან. თანამშრომლობდეს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებდეს მანდატურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ასევე თანამშრომლობდეს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეჰქონდეს სკოლის განვითარებისთვის დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში. და ბოლოს, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დარღვევა და თუ ეს ხდება უხეში ან სისტემატიური სახით, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის და მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად. მაშა ესე დღეს ჩვენ გავეცანით მასწავლებლის ეთიკის კოდექსს, ჩვენი შემდეგი ვებინარის სასაუბრო თემა იქნება დირექტორის ეთიკის კოდექსი. გისურვებთ წარმატებებს.